საგარეო საქმეთა მინისტრის მოადლი ემნაცაკან საფარიანიმ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო სომხეთის კუხოდან გასვლის საკითხს და განაცხადა, რომ მსგავსი საკითხი საგარეო უწყების დღის წესრიგში არ დგას. საფარიანმა დასძინა, კუხოთან დაკავშირებული მონაწილეობის ფორმატი გამოცხადებულია. სომხეთი არ მონაწილეობს კუხოს სამიტებში, მაგრამ ასევე არ უშლის ხელს გადაწყვეტილებისა და დოკუმენტების მიღებას. ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკა ასეთია. სომხეთი აწარმოებს თავის საგარეო პოლიტიკას საკუთარი ინტერესების საფუძველზე, შექმნილი ვითარების მიხედვით და გამოცხადებულია სომხეთის როგორც დივერსიფიკაციის, ისე ბალანსირების პოლიტიკის შესახებ. სომხეთი იღებს გადაწყვეტილებებს და თუ დამატებითი ინფორმაცია იქნება, გაცნობებთ. მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ კუხოდან ფაქტობრივად გასულები ვართ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას 27 ნოემბერს ბიშკეკში დაგეგმილ კუხოს სამიტზე. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები წინააღმდეგნი არ არიან შეხვედრის დროს შეთანხმებული დოკუმენტების მიღებისა. სამიტზე დაგეგმილია ორგანიზაციის თავმჯდომარეობის რუსეთისთვის გადაცემა, რაც ფაქტობრივად 2026 წლის 1 იანვრიდან მოხდება. ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ერევანმა გაყინა თავისი მონაწილეობა კუხოში. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმავე წლის მარტში არ გამორიცხა, რომ სომხეთი შესაძლოა გავიდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, თუ კუხო არ უპასუხებს სომხეთის მიერ დასმულ კითხვას. რომელია კუხოსოს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში? კუხომ უპასუხა, რომ სომხეთში თავის პასუხისმგებლობის ზონად მიიჩნევს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიას. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას კუხოს თავისი წილით დაფინანსებაში. სომხეთი თავს შეიკავებს კუხოსოს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან შეერთებისგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ. სომხეთი ასევე არ მიიღებს მონაწილეობას ამით გათვალისწინებულ ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში, ამავდროულად არ შეეწინააღმდეგება აღნიშნული გადაწყვეტილების შეზღუდული ფორმატით მიღებას. ფაშინიანმა გასული წლის 14 ივნისს ეროვნულ კრებაში განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი კუხოდან გასვლაა, ხოლო მოგვიანებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი კუხოსთან ურთიერთობებში ახლოს არის უკან დაუბრუნებელ წერტილთან. მისი თქმით, ორგანიზაციამ საფრთხეებით კი შეუქმნა ქვეყნის სუვერენიტეტს. კრემლი გამოეხმაურა ფაშინიანის განცხადებას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუხოსგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს. პირიქით, ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას თავისი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.